1991 წლის ნოემბერ-დეკემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგიზმითა და ცინიზმით გამოირჩევა. ადამიანის სიტყვები არ ეყობა იმაზე, რაც დღეს ხდება. საქართველოში პატრიოტობა ეხლა ძალიან ძნელია, როდესაც ასეთ ხელისუფლებას აი ასეთ ხალხს უყურებს, რომელიც ავტობუსის იქით გავს. შიმშილე დაიცავით ხალხო. ჩვენ პირადი ზოგადზე აღმატებულნი უნდა ვიყოთ ის იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს დაკავების უწინარეს ხომისა და საქართველოს სიყვარულით და ერთიანობით ყველანი. გადავთემ უნდა გახსნათ. უნდა გაიმართოთ. მოუწოდეთ ხალხო, საქართველოს გაუმართოთ თავისუფალ საქართველოს. დაპირისპირებამ რუსთაველის პროსპექტზე საკუთარი სამშვიდობო რესურსი 22 დეკემბერს ამოწურა. 22 დეკემბერს დილის 8 საათზე სრულიად საქართველოს ეგრეთ წოდებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ ეროვნული ხელისუფლების შეცდომების წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებით გაილაშქრა. დღეს აქტიურად მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ გაისროლა პირველმა. არა და გასროლა გაცილებით ადრე მოხდა. ზუსტად იმ დროს, როდესაც ზვიად გამსახურდია მიტინგომანიური რიტმიდან კაბინეტურ საპარლამენტო მუშაობაზე გადაერთო და ეროვნული მოძრაობის დანარჩენი რადიკალური ფრთის ეროვნული კონგრესისაგან განსხვავებით ხელისუფლებაში მოსასვლელად ბალტიისპირული საპარლამენტო გზა აირჩია. თვით მაშინდელი ოპოზიციონერების მემუარული ჩანაწერები, ინტერვიუები, საჯარო დოკუმენტები არსებობს, სადაც შავით თეთრზე დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ზვიადგამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლა, ზვიადგამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო მანამ, სანამ ის მოვიდოდა უზენაეს საბჭოს თავმჯდომარედ, შემდეგში გახდებოდა პრეზიდენტი და თუ გამოვიყენებთ ოპოზიციონერთა, მაშინდელ ოპოზიციონერთა ტერმინოლოგიას, სანამ ის მიუტევებელ შეცდომებს დაუშვებდა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ დაშვებულ გამოუსწორებელ შეცდომებამდე კი გამოჩნდა ქართველთა არაერთი გამოუსწორებელი ზნეჩვეულება. უნდა განადგურდეს სათითაოდ მგლების ხროვა. მე მაგას ოპოზიციას ვერ უწოდებ. პოლიტიკურ ოპონენტთა ტოტალური დისკრედიტაცია, ეროვნული სულისკვეთების დეფიციტი, პირადი ამბიცია და ძალაუფლების ფანატიკური წყურვილი, რამაც საბოლოო ჯამში საქართველოს უახლესი ისტორიის ამაზრზენი სურათი შექმნა. ჩვენ საარჩევნო კამპანიას შეხვედრებს, მიტინგებს თქვენ წარმოიდგინეთ, არ ბევრდნენ და ეს არაერთხელ ყოფილა თბილისშიც და სხვაგან, არა ჩვენი რეალური კონკურენტი კომუნისტური პარტიის დაქირავებული ბრიგადები, არამედ თქვენ წარმოიდგინეთ ეროვნულ დროშას ამოფარებული, ასე ვთქვათ, მოძნე პარტიები, რომელთანაც ერთად სხვადასხვა გაერთიანებებში ვიყავით მანამდე. ეს სამწუხარო ფაქტია და ბევრს ახსოვს იმ დროიდან. და ვიდრე არ დაიწერება ნამდვილად ასეთი სწორი ისტორია უკანასკნელი 20 წლის მანძილზე რაც მოხდა, ვიდრე დარჩება ეს ყალბი სტერეოტიპები და ყალბი გმირები, დარჩებიან ეს ყალბი გმირები, ვიდრე ამას ერქმევა ეროვნულ განმანთავისუფლებელი რაღაც გმირული მოძრაობა, საქართველო ვერ გამოვა ამ მოჯადოებული სიცრუის წრიდან და იტრიალებს იგივე წრეში. სამწუხაროდ რაც ხდება, იმიტომ რომ შედეგებით უნდა იმსჯელოს, შედეგებით და ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა მაშინ შეიძლება დაერქვას რაიმე მოძრაობას, რომელმაც ან თავისუფლება მოიტანა, ან აღშენებოდა
განათლება მოიტანა, ან მშვიდობა მოიტანა, ან მოიტანა ნამდვილად მაღალი კეთილშობილური იდეალები, ხალხის ზნეობრივი განწყობა და ამაღლება მოიტანა, რა მოიტანა უბედურების მეტი იმ ყველაფერმა. მე აქვს დოკუმენტი, რუსული გაზეთი მეგაპოლის ექსპრესი 30 აგვისტო 1990 წელი. ვიმეორებ 30 აგვისტო 1990 წელი. ზვიადგამსახურდია და მისი გუნდი ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით 1990 წლის 28 ოქტომბერს. ამ ინტერვიუში რესპონდენტი ცნობილი გიაჭანტურია პირდაპირ წერს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ზვიადგამსახურდია დავამარცხოთ, უფრო მეტიც ჩვენ შეგვიძლია იგი ფიზიკურად გავანადგუროთ, მაგრამ ჩვენი მიზარი მისი ფიზიკური განადგურება არ არის, იმიტომ რომ მასო თაწმინდაზე დაკრძალავენ და ეროვნულ გმირად გამოაცხადებენ. მის заинтересованы в политической гибели. ჩვენ დაინტერესებული ვართ მის პოლიტიკური კვლელობითო. ეს ხდება მანამ, სანამ ხელისუფლებაში მოვალთ, სანამ ჩვენ შეცდომების დაშვებას დავიწყებდეთ. კიდევ ერთი დოკუმენტი, ეს გახლავთ მიუნხენის რადიოსადგურის რუსული რედაქციის ინტერვიუ ჩაწერილი 1990 წლის ივნისში, სადაც მაშინდელი ოპოზიციონერი ეკამათება წამყვანს ჟურნალისტს, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს თავისი რესპონდენტი, რომ არჩევნების გზა გაცილებით უხიფათოა, გაცილებით კონსტრუქციულია, გაცილებით რეალისტურია იმ მიზნების განსახორციელებლად, რომელიც მაშინდელი საქართველოს წინაშე დგას. ამის საპასუხოდ რესპონდენტი პირდაპირ ყოველგვარი მოკიდვის გარეშე ამბობს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო დავტოვოთ უზენაესი საბჭოს გარეშე. ახლა თანმიმდევრობით მივყვეთ იმ საკვანძო დარღვევებსა და უპატიებელ შეცდომებს, რომლებზეც აქამდე არ გვისაუბრია და რამაც ზვიადგამსახურდიას პოლიტიკური ოპოზიცია მთავრობის სახლის შენობასთან ქვემეხებითა და ტყვიამფრქვევებით მიიყვანა. რამაც შეაშფოთა დასავლეთი და საქართველოს პირველ ეროვნულ ხელისუფლებას ნაციონალისტურ ფაშისტური იმიჯი შესძინა. დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა ეროვნულმა ხელისუფლებამ თურმე პირველად 1991 წლის 26 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებისას გამოავლინა, რამაც ზვიადგამსახურდიას პოლიტიკურ ოპოზიციასა და თუნდაც მისი გუნდის წევრებში სერიოზული შინაგანი კონფლიქტი წარმოშვა. პირველი აღევება სერიოზული მე შევატყვე ევროპელებს, ევროკომისიის წარმომადგენლები რო ჩამოვიდნენ საქართველოში, პირველი რა გააკეთეთ ეს? ადამიანს ზირელი უფლებას ჰყოფთ ეს. ეს დაიწყოს უნდა გაიმართოს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. ერთ-ერთ კანდიდატურად უნივერსიტეტის პროფესორის ნაწილმა წამოაყენა წინასწარ პატიმრობაში მყოფი ჯაბა იოსელიანის კანდიდატურა. ბუნებრივი შიში აღეძრა გამსახურდიას და იმიტომ რომ მას იურიდიული უფლება არ ჰქონოდა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, მიაღებია კანონი იმის თაობაზე, რომ წინასწარ პატიმრობაში აყვანილ პიროვნებას პირველივე დრიდან ყველა იურიდიული უფლებები ჩამორთმეული აქვს. ეს იყო იძულებითი ნაბიჯი მაშინდელი ხელისუფლებისგან, იმიტომ რომ კარგად ახსოვს ახლა საშუალო ასაკის ადამიანებს რა ხდებოდა ქვეყანაში. პრაქტიკულად სახელმწიფოს ფუნქციონირება უნდა შეწყვეტილიყო. ჩვენ კი დასაწყის პროცესში ვიმყოფებოდით. და მაშინ ამ დასახელებას უფრო სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რომ თითქოს ეს იქნებოდა გარკვეული საფუძველი იმისა, რომ შემდეგ განთავისუფლებულიყო პატიმრობიდან ჯაბა იოსელიანი და უბრალოდ მაშინ პირველად ტარდებოდა საპრეზიდენტო არჩევნები და მე ვფიქრობ, რომ ეს ასეც უნდა იყოს. ამაში არავითარი ანტიდემოკრატიული არ არის, რატომღაც ჩათვალეს, რომ არ მგონია დღეს იყოს ასეთი ნორმა პატიმრობაში მყოფ კაცს, რომელსაც ბრავად ედება ოფიციალურად სისხლის სამართლის დანაშაულებანი მიეცეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, მით უმეტეს, როცა ამ კაცს ყავს თავისი შეიარაღებული ძალა და ჯაბა იოსელიანი წერს სხვათა შორის თავის წიგნში, რომ მას
ყავდა 1500 თავით ფეხებამდე შერაღებული მხედარი და 6 ჯავშანსან ტრანსპორტიორი. ასე რომ ასეთი ძალა და თვითონ წეს მე არაფერს არ ვამატებ, ნებისმიერ შეუძლია აიღოს ეს იმ და გადაშალოს და ნახავს, რომ ასეთი ძალა ხელისუფლებას არ ყოლია. ჩვენ ნელ-ნელა დავიწყეთ გვარდიის შეკოწიწება, პრაქტიკულად იარაღი გატანილი იყო საქართველოსთან. უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებმაც ჯაბა იოსელიანის კანდიდატურა პრეზიდენტად მოიაზრეს, არჩევანსა და აზროვნებაში რა თქმა უნდა თავისუფალნი იყვნენ. თუმცა მთავრობის ხსენებულმა გადაწყვეტილებამ, რითაც პატიმრობაში მყოფ პირს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებოდა, პოლიტიკური ოპოზიციისა და დასავლეთისათვის ხელისუფლების არადემოკრატიულობის არგუმენტი მაინც შექმნა. კანონი არის კანონი. კანონში წერია ნებისმიერი მოქალაქე სანამ ის არ გაასამართლდება და არის წინასწარ ჯაბა იოსელიანზე და ზიად გამსახურდიაზე არ იწერება კანონი. ამ კანონს მიაღწევ შენ გამოდიდა თქვი გას ამ კაცის აქვს ცხენიათ ამ კაცის პრეზიდენტი დასახელება როგორ შეიძლება და ებრძოლე შენი ავტორიტეტით შენი ქარიზმით მაშინ ზია სიმხედრე ავტორიტეტი ქონდა რომ მას არ უნდა შეშინებოდა და ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა რითაც ევროპა დემოკრატიული ევროპა ააღელვა ასე არის გავიგიათ რომ ჯერ ცნობა უნდა დემოკრატია რატომ ბანკი დისკუსიები დემოკრატიის ვაშენებდა რაღაცა ვიგიშის საერთოდ ლაპარაკი რომ ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა, ყველას უნდა დამოუკიდებლობა. აი ყველა იდიოტს უნდა დამოუკიდებლობა, არაფერი არ არის. როგორი დამოუკიდებლობა გინდა? აი აქ იწყება უკვე ეს განსხვავება. ჩვენ უნდა რეალურად შეგნებული გვქონდეს რომ ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა დემოკრატიის გზით. აი ჩემთვის პირადად ეს უმნიშვნელოვანესია. ჩვენში გავრცელებული ლოზუნგი ჯერ დამოუკიდებლობა მე დემოკრატია. მეგობრებო, ეს ეროვნული პრინციპები, ესე იგი გადაწყვეტილია რომ ვიღამ ჩვენ შემოიღეთ ეს ლოზუნგი შემოიღეთ მათ ვიღამ და შემდეგ ვიღამ გააჩერეთ ვიღამ ესე იგი ჩვენ და დამოუკიდებლობა მე დემოკრატია. მეგობრებო, ეს შეუნარჩუნეთ. იმ პერიოდის საქართველოში არსებობდა ცნებები, რომელთა დაპირისპირებაც პოლიტიკური უმწიფარობისა და პროვინციალიზმის შედეგი გახდათ. მაგალითად, ბარიკადების საპირისპიროდ მდგომი ადამიანები სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიას შორის არჩევანზე მსჯელობდნენ. უპირატესობა დემოკრატიისაკენ იყო. დემოკრატიისკენ, რომელსაც არსებობისათვის არც ადგილი და არც სივრცე არ გააჩნდა. იცით მაშინ ასეთი მსჯელობა, ჯერ დემოკრატია თუ დამოუკიდებლობა, ჯერ დამოუკიდებლობა თუ დემოკრატია. ნუ ხა დღევანდელი გადასახედიდან ეს არის აბსურდი. ეს არის გროტესკი, ეს არის წარმოუდგენელი სიგიჟე. როდესაც ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას ერის წინაშე და ამ დროს ლაპარაკია იმაზე, დემოკრატია თუ თავისუფლება, დემოკრატია თუ დამოუკიდებლობა. მეცაც მოგახსენებთ, იმ პერიოდში იმის დროც არ იყო, რომ ჩვენ სერიოზულად გვეფიქრა მონარქიაზე. უბრალოდ დრო არ იყო იმისი. მაშინ როდესაც კარგად ვიცით, რომ 1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს მაშინდელი პარლამენტის არაერთმა წარმომადგენელმა წინააღმდეგ მისცა ხმა, იცით რატო? შეუძლებელია ერმა დაიძინოს მონარქიაში და უეცრად სოციალ-დემოკრატიაში გამოიღვიძოსო. ჩვენ ვჭირდებოდა დრო იყო საჭირო მხოლოდ იმისთვის, რომ ჯერ ძალა მოგვეკრიბა, კონსოლიდაცია მოგვეხდინა, გადარჩენილიყავით, არ მინდა ხმაურიანი ციტატების მოტანა. ესეც შეგვიძლია, რა დროს გამარჯვებაზეა ლაპარაკი, ჯერ თავი უნდა გადავირჩინეთო, რილკეს ცნობილი გამოთქმა. თუ კი დღეს არა მარტო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე დასავლეთი საუბრობს, რომ ეს არის განვითარებადი დემოკრატიის სივრცე აღმოსავლეთ ევროპასადაც ამას ლაპარაკობენ, რომ მიმტევებლური უნდა ვიყოთ გარკვეული შეცდომების მიმართ, გარკვეული გადახრების მიმართ, იმიტომ რომ ახალგაზრდა დემოკრატია და ძალიან შემწყნარებლად უყურებენ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ იგივე შუა აზიის რესპუბლიკებს თუ გავითვალისწინებთ, სადაც ლამის მემკვიდრეობით გახდა პრეზიდენტობა, იგივე თუნდაც ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს თუ გავითვალისწინებთ, სადაც მამიდან შვილზე გადავიდა. ყველაფერ ამას დღეს დასავლეთი საკმაო გაგებით ეკიდება.
აი იმ დაბნეულობამ, რომელშიც დასავლეთი იყო, გამოიწვია ის, რომ მათ ვერაუღეს ალღო საქართველოში მიმდინარე პროცესებს. წარმოიდგინეთ, მოხდა სოფლიო ისტორიული მნიშვნელობის ფაქტი. ვებერთელა იმპერია დაინგრა, დაიშალა და აი ამ ნანგრევებიდან უნდა შექმნილიყო ახალი სახელმწიფო. ერთადერთი, რასაც შეეძლო ჩვენი გადარჩენა, იყო დიდი ეროვნული კონსოლიდაციის სულისკვეთების ჩამოყალიბება საქართველოში. 88 წლიდან მე ზვიად გამსახურდიას მიმართ ძალიან კრიტიკულად ვიყავი განწყობილი და ამას წერდი და ვაფიქსირებდი კიდეც, რის გამოც თვითონაც ძალიან მტრულად იყო განწყობილი. მაგრამ როცა პრეზიდენტი გახდა, იმ აზრზე ვიყავი მე და სხვათა შორის მახსოვს მე და ბატონი ნიკო ჭავჭავაძე საუბრობდით ამაზე და ბატონი ნიკოც ამ აზრის იყო, რომ იცი რა დააცადეთ მართლა ეხლა ხო აირჩია ხალხმა პრეზიდენტად და ეხლა ისი განუწყვეტელი ასეთი რაღაცა დესტრუქციული ქმედებები, რომელიც ისედაც დამძიმებულ სურათს კიდევ უფრო დაამძიმებს, არ არის საჭირო. იქ ახლა აღარ იყო საჭირო ქუჩის მიტინგები, ქუჩების გადაკეტვა. აი ამით გამოიყვანდი მოთმინებიდან. არავის არ გირდება ავადმყოფი ქვეყანა, ავადმყოფი პრეზიდენტი, რომელიც ყველას გააკეთებს, არავინ არ იცის. რაღაც უფრო წყნარი მუშაობა იყო საჭირო, რატომ? იმიტომ რომ ეს არ იყო სულიერად გაწონასწორებული ადამიანი და მისი კიდევ უფრო გამოყვანა მოთმინებიდან ქვეყანას დაუყავდა. და რადგანაც მე ეს ვიცოდი და რადგან ვიცნობდი მას კარგად, მე ვიყავი წინააღმდეგი უკვე ამისი. მანამდე ვიყავი ძალიან კრიტიკულად განწყობილი და მე აღარ მინდოდა რომ ეს ადამიანი ყოველწუთაც გაეღიზიანებინათ, ელანძღათ, ეფურთხათ და ასე შემდეგ, როგორც ექცეოდა ოპოზიცია, ასე არ შეიძლება. ნუ ახლა არის რაღაცა ფორმა და რაღაცა ნორმა, ხო? როგორ შეიძლება ილაპარაკო პრეზიდენტზე? ისტორიული პროცესის კარგად გასაანალიზებლად, იმ სოფლიო პოლიტიკური მოვლენების გახსენება მოგვიწევს, რაზეც ჩვენს გადაცემებში არაერთ გზით გვისაუბრია. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა ზვიად გამსახურდიას საერთაშორისო იზოლაცია, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საბჭოთა კავშირში ვიზიტს მოჰყვა. 1991 წელს ჯორჯ ბუშმა საბჭოთა კავშირთან ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას უკრაინელ ხალხს და ასევე მოკავშირე რესპუბლიკებს მოუწოდა ხელი მოეწერათ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებისათვის, რასაც მწვავე რეაქცია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისაგან მოჰყვა. ზვიად გამსახურდიას ტონალობა მაშინ ყველა გააოცა. იმ პერიოდში ზესახელმწიფოს ლიდერთან ასე საუბარს ვერავინ ბედავდა. ჯორჯ ბუში, რომელიც ვაშინგტონის, ჯეფერსონის, ლინკოლნისა და სხვა უდიდეს მოღვაწეთა შთამომავალია, მოუწოდებს ხალხს, რომ ნებაყოფლობით დაიდგას იმპერიის უღელი და შეეგუოს მონობას. როდესაც ეს განცხადება გაკეთდა კიევში ბუშის მიერ, მართლაც ბევრმა თავიდან ვინც ანალიზი ვერ გააკეთა, ვერ გაიგო, ეს მიიღო შეურაცხყოფად, რომ არის ბუში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მოუწოდებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რომ ნუ გავლენ და დარჩენ საბჭოთა კავშირში. ეს იყო ტყუილი, ეს იყო თამაში. იმ დროს უკვე მას შური მოლაპარაკება ჰქონდა დაწყებული ელცინთან, გარბაჩოვის პირველ მოწინააღმდეგესთან. ზუსტად 2-3 დღის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა 2 ამერიკელი კორესპონდენტი, რომელიც თან ახლდა პრეზიდენტ ბუშს ამ ვოიაჟის დროს. და მათ თბილისის ზღვაზე ვიყავით მაშინ ოპოზიციაში, პირდაპირ მე როცა გავაცხადე პროტესტი, მეც არ მქონდა მაშინ ბოლომდე გაანალიზებული ამბავი, პირდაპირ მეც არ დაიჯეროთ, ეს არის პოლიტიკური თამაშია. ბუშმა შესანიშნავად იცის, რომ ახლოს პერიოდში საბჭოთა კავშირი დაიშლება. ეს განცხადება მან გააკეთა გარეგნული ფორმით, ვითომ გორბაჩოვის ხარდასაჭერად. გადის 2 კვირა და პრინსტონის უნივერსიტეტში გამოდის სიტყვით მეორე პირი ამერიკის შეერთებულ შტატებში. საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი ბატონი ბეიკერი და პირდაპირ აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირი უახლოეს პერიოდში დაიშლება. იქნებ ხელისუფლებაში ზვიადი არ უნდა მოსულიყო. უმჯობესი იქნებოდა მთლიანად ერისთვის და ზვიადი დარჩენილიყო ზვიადად.
საქართველოსთვის იმ 8 წლით რაც მას ჰქონდა უკვე გაკეთებული და დარწმუნებული და უფრო წაადგებოდა ეს ჩემი სუბიექტური აზრია იმიტომ რომ ფენომენი იყო მოვლენა იყო ძალიან ჭეშმარიტად ავალი მე რაც ვიცი აი მე რა შეხებაც ჰქონდა 3-4 ინტერვიუ სანამ აქ ვინმე რამეს პუტჩისტებზე ვიტყვით მაშინ ისიც თქვათ რომ უკვე დასავლეთი აღარ ღებულობდა ზვიაც და რატომ აი იმ სიავალის გამო იმიტომ რომ ის იმ თამაშის წესებს არ ღებულებდა რასაც მოითხოვდა თანამედროვე პოლიტიკა და საერთოდ მართვისთვის იყო რაიმე ჯგუფი იცოდა და ვინ იცოდა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო ყალიბდებოდა ვინც მართვა იცოდნენ ჩვენ კარგად ვიცით ვინც იყო ზიად იყო ერთი მართალი ავალი მე თუ ვინმე ნახია ყველაზე ავალი ადამიანი მაგრამ სიალალე არ ნიშნავს იმას რომ მე შემიძლია ვმართო თან ქვეყანა დასავლეთი არ იყო მზად საბჭოთა კავშირის დემონტაჟისთვის. ამიტომ ყველა ის მოძრაობა, რომელიც დაკავშირებული იყო ეროვნულ დამოუკიდებლობასთან, მათთვის იყო მიუღებელი. მათ განსაკუთრებით აფრთხობდათ საბჭოთა კავშირის დაშლა, მათ წარმოედგინათ, რომ ბირთვული იარაღი აღმოჩნდებოდა 15-ვე რესპუბლიკის ხელში ცალ-ცალკე რომ ჩვენ ერთმანეთს დავეტაკებოდით აი ამ ატომური ბომბის ხელში ჩასაგდება და ისინი აქ ელოდებოდნენ უფრო მეტ უბედურებას ვიდრე შეიძლებოდა მოხდარიყოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმის გამო რომ დაუშვათ ზოგადად გამსახურდიან სადღაც რაღაც თქვა ბუსთან დაკავშირებით მხოლოდ ეს იყო დასავლეთის განსაკუთრებული გაღიზიანების მიზანი და ყველა ეროვნული მოძრაობა მათ შეაფასეს როგორც ცუდი გაგებით ნაციონალისტური და თქვენ წარმოიდგინეთ ფაშისტურიც კი. ამ დროს ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერები დააყავეს. სუბის არქივმა შემოგვინახა უნიკალური კადრები. ზვიად გამსახურდიას დაბაგიმრება 1989 წლის 25 თებერვალს. სხვაშორის ზოგადსახურდიას პირველი იმედგაცრუება დასავლეთთან დაკავშირებით აი პროცესთან არის დაკავშირებული, როდესაც იგი დააკავეს 77 წელს და სასამართლო პროცესზე პრაქტიკულად მიატოვეს თავი მისმა პარტნიორებმა შეერთებული შტატებიდან. ეს ნამდვილად ასე იყო, ჩემთვის უთქვამს ეს ზოგადსახურდიას, რომ მე პრაქტიკულად მარტო დამტოვეს კომუნისტების პირისპირო. მას ჰქონდა ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლებთან, საიდანაც ის იღებდა გარკვეულ ლიტერატურას, გარკვეულ ინსტრუქციებს დისიდენტობის პერიოდში. და როდესაც მას ჭირდებოდა თანადგომა, მოწმედაც კი ჭირდებოდა თანადგომა, სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ზურგი აქციეს ამერიკელებმა. რას იზავთ? როგორც ჩანს, პოლიტიკაში ხდება ასეთი რა. პერიოდში პოლიტიკური ოპოზიციისა და თვით ზვიად გამსახურდიას გუნდშიც კი ფართომასშტაბიან დისკუსიას ეგრეთ წოდებული კარგის ქალების თემა იწვევდა, რომელმაც პოლიტიკურ ოპოზიციას უზენაესი საბჭოს შენობის წინ გაჭაჭანების საშუალებას არ აძლევდნენ. დაკავებულ ადგილს მათ ძირითადად ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ედავებოდა. აქ უმეტესწილად დაბალი სოციალური ფენის, მაგრამ პრეზიდენტ გამსახურდიას გულწრფელი მხარდამჭერნი ეყრდნენ თავს. ინტელექტუალური დემოკრატები კი ბარიკადებს აგებდნენ და ძირითადად რესპუბლიკის მოედანი ჰქონდათ დაკავებული. ასეა თუ ისე ეგრეთ წოდებული კარვის ქალების, როგორც ფაქტის არსებობამ,
გამსახურდიას იდეური დისკრედიტაცია დასავლეთის თვალში მაინც შესძლო. 91 წელს როდესაც მე გახდეთ პირველად ევროკავშირში და იქ ჩავიტანე ჩვენი პროგრამები და ჩვენ რას ვაპირებდით და ძალიან კარგად მიგვიღეს. 9 თემაზე გამოყეს მაშინვე დაფინანსება ევროკავშირმა და სესხი 70 მილიონი ეკიუები იყო მაშინ ჯერ ევროები არ იყო შემოსული. სექტემბერში ყველაფერი გაყინეს. ასეთი პროექტი არ დაუფინანსებიათ და ის 70 მილიონიც გაყინეს. ჩემ განმავლობაში თხოვნა იყო დასავლეთის ასიადი გამოცდილების ქვეყნების მიმართ, რომ დაგვეხმაროთ, რომ არ შეიძლება ჩქარა გავიაროთ ეს გზა, რადგან 70 წელი ჩვენ კომუნისტური მმართველობის ქვეშ ვიყავით და დემოკრატიაზე წარმოდგენა პრაქტიკულად არ აქვს, თქვენ დაგვეხმაროთ, რომ ჩქარა გავიაროთ ეს გზა. ძალიან მოეწონათ ეს განმავლობა და ტაშიც იყო და გამოსვლის შემდეგ მთხოვეს, რომ ბრიფინგი ჩამეტარებია. იქ სოფლიო ჟურნალისტიკა თავმოყრილია ეს თემა. ერთ-ერთი პირველი შეკითხვა იყო ლამაზი ქალბატონის, როგორც შემდეგ გაიგო ფრანგული გაზეთის ფრანსუარის კორესპონდენტი, ესე მახსოვს ყოველ შემთხვევაში. მიჩვენა გაზეთი, სადაც გადაღებულია ჩვენი მთავრობის სახლი და წინ გაშლილია კარვები. რა არის ესო? მე ვიცოდი რას იყო, მაგრამ ხალხი მომეიდა თქვა, რომ ხელისუფლებამ დასვა ესე. მოხდა ჩვენ უკვე დემოკრატიის ნაბიჯებს დგამთ და ოპოზიციამ გაშვა და კარები არა. მე ერთი კვირა თბილისში ვიყავი. ერთი დღე ამ კამერებში მაკატავებული. ეს ხელისუფლების დასმული ქალები არიან და შიგ 4 ნომერი არის საერთო სამთავრობო ტელეფონია. ესენი იყვნენ სრულიად მართალი ადამიანები, სხვადასხვა საკმაოდ გაჭირვებული ადამიანები, რომლებსაც გული და სულით სურდათ მხარი დაეჭირათ ზვიად გამსახურდიასთვის. ეს იყო და ეს არაფერი ყოფილა, მაგრამ იმუნებით იყო ამის საშიშროება. ყოველნაირად იყო მცდელობა, რომ ისინი შემოსეულიყვნენ მთავრობის სახლთან, იქ დასცემდნენ, თვითონ დასცემდნენ, რა თქმა უნდა, კარვებს, ბუნებრივია, ეს მანამდე ჰქონდა ამისი გამოცდილება. დაიწყებოდა გაუთავებელი შემოტევები მთავრობის სახლში და ყველაფერი ეს მიდიოდა იქეთკენ, რომ გაჩაღებულიყო სამოქალაქო ომი დაემხოთ ხელისუფლება. ყველაფერს გამოყავდნენ ჟურნალისტებიდან და საერთოდ ეს შიშებით სავსე ადამიანი იყო. და როდესაც დარჩა ამ სინამდვილის პირისპირო, აი ახლა ქვეყანა უნდა მართოს და ხალხი მართოს და ეს უკვე აღარ არის ქუჩაში სირბილი და ქუჩიდან ყვირილი, უბრალოდ შეეშინდა იმ სინამდვილის და ისევ გამოვიდა კაბინეტიდან და ისევ კარვების ქალაქი დასცა და ისევ მიტინგურ სტილზე გადავიდა. ეხლა რატომ იყო ეს კარვები გაშლილი? მაშინ ეროვნული დემოკრატიული პარტია აპირებდა მიტინგების დაწყებას მთავრობის სახლის წინ და ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლება მე ბევრი ვითხარი ზეცხვეშს მოვშალოთ მოაკეთებთ ამას. არის პოლიცია, არის მილიცია, არის მშვიდობა. იმათ დაიცვალა ეს პერიმეტრი და თქვათ ჩაატარებდნენ აქ მიტინგს. ან ოფიციალურად გამოაცხადეთ თქვენ, რომ არ გაზეთ რაბის ფაქტო მიდით და იქ მიტინგებს რამეც გინდა. სხვათა შორის მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მიტინგის გადატანის თემა საქართველოს უახლესი ისტორიისათვის ახალი არ არის. მაგალითად 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიის წინ რამდენიმე საათით ადრე ხელისუფლებამ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს მიტინგის იპოდრომზე გადატანა სთხოვა. მოლაპარაკება უშედეგოდ, მოვლენები კი ტრაგიკულად დასრულდა. აი 1991 წლის სექტემბერში კი გამოქვეყნდა აკაკი ბაქრაძის სტატია სახელწოდებით ცნობიერების ლიბანიზაცია, სადაც მან მოსალოდნელ სისხლის ზღვრას უაზრო უწოდა და თქვა: ქართულ ეროვნულ მოძრაობას ხელების სისხლში აქვს მოსვლილი და საეჭვო მან უდესმე ამ სისხლის ჩამობანა შეძლოს. მორიგი ფართომასშტაბიანი დისკუსიის საგანი გახლდათ პრეზიდენტის საკადრო პოლიტიკა და მისი მეუღლის ზღვარგადასული აქტიურობა საშინაო თუ საგარეო სახელმწიფოებრივ საკითხებში.
სულიას ქონდა საკადრო მოთხოვნები 5 მინისტრთან მოკავშირებით და რადგან არ დაკმაყოფილდა ის გადადგა აი ამ მიზეზით ეს იყო ოფიციალური საბაბი რა მოძრაობდა რა ჩაწოდები ქონდა რა კონსულტაციები ქონდა როგორ იყო რა სისახავდა მიზნად ოფიციალური მოთხოვნა პრეზიდენტზე ეს იყო მისი ეს არ დაკმაყოფილდა და ის გადადგა ვიღა პრეზიდენტია ჯერჯერობით ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს გულს უჩამოთ ვერ ქმნის მე პირველი მინდა პრეზიდენტის პრესდივანი განათლებული კაცი რომელსაც ენები იცოდეს რაღაცა პოლიტიკაში ჩახედული იყოს მე ვიცი ეს კანდიდატი და მეორე დროს დაინიშნა ეს კაცი არჩილჭია კაცი ესე თუ გავიგეთ განათლებული ჩემთან იყო საარჩევნო კომისიაში გამინახო გავიცანი ინტელიგენტი ბიჭი გონება გახსნილი პოლიტიკაშია საკმაოდ კარგად ჩაყოლებული თავისუფლად გერმანული თავისუფლად ინგლისური ესენი უცხოური დელეგაციები რომ ჩამოვიდნენ პირველი ხდება ეს ამ პრეზიდენტი ხდებიან და შტაბ-ბიძინება უნდა შემოიხსნეს რომ ჩამოვიდნენ ნორმალურ ქვეყანაში ეთიოპიაში და იქ ჩასულა მეორე ორი დღის შემდეგ პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი მე ვიცი განდატოვა მივიდა თუ არა 5 წუთში დაამტკიცა ისიც მაღალი ინტელექტუალური ენება მერაბ კრემიაშვილი იმ წუთში დანიშნა კანცელარიის უფროსად ამაზე ოჯახში დაიწყო სიბილა პრეზიდენტი შემოხარო შეგვანიშნებს რომ თავის ხალხი ჩემი ხალხი არ იყო ოდენი მერაბ კრემიაშვილი მე გავიცანი როდესაც მოხდი მთავრობაში და ერთი ორჯერ საზოგადოებრივ მახლდა თან დელეგაციაში და ძალიან მომეწონა ისე კარგად აზროვნებდა საგარეო პოლიტიკაში ძალიან გამჭრიახი და კარგი იდეები ჰქონდა ცხინვალეთ საუბრობდა რამოდენიმე ევროპულ ენაზე ასეთი კაცი უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ირგვლივ ამ დროს თურმე თავაზობდნენ ქალს რომელსაც უმაღლესი არ ჰქონდა დამთავრებული და მანამდე ორცხობილებს აცხობდა გარდა ამისა უკვე ნოემბრისათვის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ახალი ანტიდემოკრატიული თემა აგორდა როდესაც ხელისუფლებამ პოლიტიკურ პარტიათა რეგისტრაცია აკრძალა. შეჩერებული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით მიხვდა რომ გადადგომით უკვე აღარ მოსხოვდა მას ოპოზიცია თუ რაღაცებს დათმობა გადადგომას, მაგრამ ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად ჩასატარებელი ექნებოდა. მე ასეთ ანალიზებად მას შეეშინდა რომ უკვე მზადდებოდა ინტელიგენცია ამზადებდა ახალ პარტიების რეგისტრაციას. აი ამის შეეშინდა და უცბად პარლამენტს მიაღებია კანონი არ ნახული ევროპელები ამას დააცოფა რომ შეაჩერა პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია ეს სადამ ჰუსეინსაც კი არ გაუკეთებოდა ამას მოყვა მე დასავლეთის პრესაში უკვე საშინელი სტატიები საქართველოსზე სადამ ჰუსეინი საქართველოსთან საქართველოს პარანოიკი მართავს და ასეთი შეურაცხყოფილი სტატიები არ არსებობდა კანონი რომელიც პარტიების რეგისტრირებას მოაწესრიგებდა საბჭოთა კავშირში მხოლოდ ერთადერთი პარტია არსებობდა ოფიციალურად ეს იყო კომუნისტური პარტია ამიტომ დემაგოგია და სრული სიცრუეა და ვიტყვი რომ ეს არის გაბედებული კაცის პოზიცია როცა აყვედრიან ხელისუფლებას რომ მათ შეაჩერეს პარტიების რეგისტრაცია და რაღაც და გააუქმეს პარტიების რეგისტრაცია. ნამდვილად არ ყოფილა ასე. ბრინდებოდა ნორმები პარტიების რეგისტრაციის და მანამდე იყო მხოლოდ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირება. ბუნებრივია ახალ რესურსებზე გადადა რაღაცა სახელმწიფოებრიობას ეყრებოდა საფუძველი და საჭირო იყო გარკვეული იურიდიული ნორმის შემუშავება. ეს იყო და ეს აქ არაფერი სხვა არ ყოფილა, ვერც ვერავინ ვერ აკრძალავდა პარტიებს. იმიტომ გაგვიბრაზდა ამერიკის შეერთებული შტატები რომ აქ დემოკრატია არ იყო, მოდით მაშინ ვიკითხოთ მეგობრებო, არის თუ არა დემოკრატია ჩვენს მეზობელ მეგობარ ყაზახეთში? არის თუ არა დემოკრატია ჩვენს მეზობელ მეგობარ აზერბაიჯანში? აქვს თუ არა შესანიშნავი ურთიერთობა ამ ქვეყნებთან დასავლეთს? აქვს. იმიტომ რომ არ წყვეტს ეს პრობლემები სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობას წყვეტს იმ სახელმწიფოს ინტერესი მეორე სახელმწიფოს მიმართ. ეს არის და ეს
მე მგონი ამ ამბანურ ჭეშმარიტებას დღეს უკვე ბავშვიც მიხვდა ჩვენში და არ ამგონია თუკი ვინმე ასე ფიქრობდა წარსულში რომ აი ეს ვერად გამსახურდია ფაშისტური მიდრეკილებების გამო გაწყვეტ ურთიერთობას არ ამყარებდნენ დასავლეთთან ეს სისულელეა გამსახურდიას ხელისუფლების მთავარ შეცდომად პოლიტიკური ოპოზიცია ასევე პრივატიზაციის, საბინაო და მიწის რეფორმის დაგვიანებას ასახელებდა. შეხვედრა თებერვალში მოსკოვში ბეიგერის ინიციატივით დაპატიჟეს ზვიად გამსახურდია და მე ჩავდივართ. შეხვედრა ხდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთო გაქანებული საბჭოთა კავშირია დაშლილი არ არის. ეს არის 91 წლის თებერვალი. სულ ერთი თვის დანიშნულიც არ არის პრემიერ-მინისტრად არჩეული პარლამენტის მიერ ჩემთან მოდის სამი ამერიკელი ჟურნალისტი. ვისაუბროთ 12 წუთი და ვაცილებ ერთ-ერთმა მითხრა შეიძლება 10 წუთი დავრჩევა. კი ბატონო დარჩით. დარჩა ამერო საბუთი მიჩვენებს. მართალია ჟურნალისტი წავიდა და ამავე დროს არის საგარეო უწყების ესე იგი ბეიგერის თანამშრომელი. და გადმოემცემს მისი შეფის დანაბარებს. ჩვენ საქართველოს უყურებთ სხვანაირად სამ ბალტიისპირეთის ქვეყნას და თქვენ განყენებული დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკებისაგან. ამიტომ ჩვენი თხოვნა და რეკომენდაცია ძალიან მჭიდრო კავშირი დაამყარეთ ეხლა ბალტიისპირელებთან, რომ შეძლების დაგვარად რეფორმები ერთნაირად გაატაროთ და ვადებშიაც რომ ჩვენ გაგვეხსნეს ხელი. ბატონ ბეიგერს შეტანილი აქვს თხოვნა კონგრესში და სენატში ძალიან დიდ თანხაზე, რომელიც ამოა ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ძირითადი წილი იქნება ამ 4-ზე. მე ამ კაცხედი შევიყვანეს ზვიადთან. იგივე გაიმეორებს, ახლა ზვიადი მსახიობი არის. სიხარული თვალები დაუდა შუბზე. ვერავთავთ ეს მუშაობა შევათანხმეთ ყველაფერი, იურიდიული რეფორმები, უმაღლესი სკოლის სრული ავტონომიზაცია, პრესის სრული თავისუფლება, მიწის რეფორმა, საბინაო რეფორმა და ასე შემდეგ. ჩავდივარ კახეთში. კიდევ ეს რეფორმების ნუსხა თანამაგ. ერთი 300 შეიძლება 500-ს გლეხით შეეკრიბა, კუთხეში მიმაყენის სწორიც იყვნენ. გამსახურდა შეიძლება ვატყულებდით მიწას მოსადავია კითხვა. მოთხოვნა პროექტი წავაკითხე. უკვე წარდგენილია პარლამენტში, ერთ-ორ კვირაში გაიტანს პრეზიდენტი და მიწა უფასოდ მოგეცემათ მეთქი. დამიჯერეს. არავითარი. ჩამოვიდეთ ხან მეთქე ზვია დავიჯანყდება ხალხი. ისე დაამთავრა თავის პრეზიდენტობა, არც მიწის რეფორმა, არც საბინაო რეფორმა, არც პრესის თავისუფლება, არც იურიდიული კანონები, იურიდიული პირიქით რომ გითხარით, ამჯერებდა. აი ამას ყველაფერს ანალიზირდა. ზვიად გამსახურდია საპრეზიდენტო ვადა 5 წლით იყო განსაზღვრული. მისი პრეზიდენტად არჩევის პირველ თვეებში კი საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის აღიარებამდე ის განსახელმწიფოებრიობის პროცესს არ ჩქარობდა. ასევე მას საეჭვოდ და მოუმზადებლად მიაჩნდა ქართული მიწების გაცემის საკითხი ინვენტარიზაციის გარეშე. ამ მხრივ სულაც არ ჩქარობდა დასავლეთიც, მაგრამ ჩქარობდა კომუნისტური საფინანსო ელიტა, რომელიც გამსახურდიას ამგვარი პოლიტიკით შესაძლოა სახელმწიფო ქონების გადანაწილების საქმეში თამაშგარე მდგომარეობაშიც კი დარჩენილი იყო და ხალხს ამ ქონებიდან კუთვნილი წილი მიეღო. ეს ის მთავარი თემა გახლავთ, რითაც შეიარაღებულ ოპოზიციას იდეურთან ერთად მატერიალური საყრდენი გაუჩნდა. სხვაშორის პრეტენზია იყო იმაზე, რომ პრივატიზაცია არ განხორციელდა, მიწის რეფორმა არ განხორციელდა, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება არ განხორციელდა. მახსენდება ერთი ემიგრანტის ჩანაწერი 1921 წელს მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ერთი ნაწილი პოლონეთში ჩავიდა და დააკვირდებოდნენ იქ რეფორმის გატარება, როდესაც პოლონელებს კითხეს ქართველმა ემიგრანტებმა, როგორ არის თქვენთან სოფლის მეურნეობის რეფორმაო, მე-12 წელიწადიაო ეს რეფორმაო გრძელდება ჩვენთანო და აი ნახოთ როგორ გაგრძელდება კიდე და რა შედეგებს მივიღებთო და გაეცინა ქართულ სოციალ-დემოკრატს. ჩვენო ერთ წელიწადში განვახორციელებთო მიწის რეფორმაო და თქვენო რატო ჩამოვჭითო ასეო. და რასაკვირველია, პოლონელმა პროფესიონალმა პასუხი არ გასცა ასეთ ნაჩქარევ და ნაუცბათებ გადაწყვეტილებას. ზვიად გამსახურდიას პოზიცია იყო მკაფიო. ჯერ ჩვენ არა ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ არ განლაგებთ
ჩვენს მიწაწყალს. ჩვენ არ გვაქვს ინვენტარიზაცია ჩატარებული. ჩვენ არ ვიცით რა სიმდიდრეს ფლობს ქართველი ერი. როგორც კი ჩვენ დავიწყებთ პრივატიზაციას და ეს მისი გამოთქმა მაშინვე ყველაფერს ხელში ჩაიგდებს მაფია და სხვათა შორის მოგეხსენებათ საკმაოდ შეძლებული წრეები არსებობდნენ საქართველოში თქვენ ეს რაც შეუძლებელი იყო რომ იარსებათ, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის მოსახლეებს არ ჰქონდათ მოქალაქეებს იმდენი ხელფასი რომ მათ შეძლებოდათ თვალისწინეთ და ხალხმებაში შეეძინათ დიდი ქარხნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წლის ბოლოსათვის საქართველოში უკვე 1729 მცირე საწარმოა პრივატიზებული, რომელთაგან 750 სავაჭრო საყოფაცხოვრებო, ხოლო 11 სასოფლო-სამეურნეო ობიექტია. პრივატიზებულია ასევე 730 ბენზინ-გასამართი სადგური და 138 მცირე ჰესი. საკმარისია ზვიადგამსახურდიას ეზრონა თავისი ასე ვთქვათ მაფიური კლანის შექმნაზე, რაღაც ჯგუფისთვის მიეცა საჯიჯგნად ეს ქვეყანა ვიღაცისთვის ნავთობი, ვიღაცისთვის რა ვიცი კიდე რაღაცა ხო ესეთი ქარხნები რაღაცეები რომ ეკეთებიათ თავისი საქმე და ასე ვთქვათ შეექმნა თავისი ბიზნეს დასაყრდენი, თავისი ფინანსური დასაყრდენი საქართველოში. როგორ ფიქრობთ? მოხდებოდა ის რაც მოხდა? თქვენ არ ვიცი გაქვთ თუ არა ეს და ალბათ გექნებათ. ერთი კარგად გადავხედოთ ზღვაზე დაბანაკებულ მოწინააღმდეგეებთან ვინ მიდიოდა, ვის მიქონდა, რამდენი მიქონდა და რა სიტყობდა ის ხალხი. მიეცა ზვიადგამსახურდიას აგერ აქ დასახელებული პიროვნებისთვის ის ქარხანა, რა თქმა უნდა ეს დასახელებული პიროვნება წამოიყვანდა მთელ თავის სანათესაოს, ჩაჯდებოდა იარაღში და დაიცავდა თავის ქარხანას. და იმ ქარხნის მისთვის ჩუქებელს ზვიადგამსახურდიას. უბრალოდ ეს არ განხორციელდა. დღეს რო უყურებ, ხო რაღაც ისეთი სიტყვები ღირსება, ზნეობა, რაღაც მეორე ხარისხოვანია, მოდაშიც არ არის. პრაგმატულად უნდა მივუდგე. მე მაშინ ვიტყოდი, როგორ არაპრაგმატულად მოიქცა ის 100,000 მოწამე იმ დღეს. ხომ შეეძლოთ დღისით ფეხი დაებიჯებინათ და საღამოთი პარტიზანული ჯგუფები ჩამოაყალიბებენ და მტერს ის იყო მაშინ ბრძოლა და ამიტომ ჩვენ დაუკარგეთ აი ამ ბრძოლის მექანიზმი, რომ რაღაცა დაუპირისპიროთ, აზრი, ერთობა, აღარა გვაქვს ერთობა. ერთმანეთის მოსმენა არ გვინდა და დარჩა ზვიადი ასეთ მოედანზე მარტო. კარგი მოწინააღმდეგეები იყვნენ და მისი ჯგუფი ზვიადი მარტო დადიოდა დღეზე. სად იყვნენ? იმიტომ რომ ძალიან ავალია. შეეწირა კიდეც რაღაც. ასეთ პირობებში წარმოიდგინეთ თქვენ დაწყებული იყო პრივატიზაციის პროცესი, რამდენი ნომენკლატურული, რამდენი ჭრილოვანი დირექტორი, რამდენი როგორც უყვართ ხოლმე თქმა ორმოში ჩაფლული განძის ფლობელები გამოჩნდებოდნენ ასპარეზზე და რას უზავდნენ საქართველოს ქონებას, ჩვენ ეს უკვე ხომ დავინახეთ, ხომ ვიცით უკვე რაც ქნეს, არა? რაც გააკეთეს. ხომ ვიცით რომ ჯართად გაიტანეს მთელი საქართველო უცხოეთის ქვეყნებში. სწორედ ამას უთხოვდა ზვიადგამსახურდია, ეს იყო მისი თავშეკავების, პატრიოტული თავშეკავების, შეიძლება დემოკრატიული თვალსაზრისით წამგებიანის, მაგრამ ეს იყო შეგნებული მამულიშვილური ნაბიჯი. ამ გადაწყვეტილების მიერ ვთქვი, რომ რუსეთიც იყო შიდა უპასუხისმგებელი ოპოზიციაც იყო, შეკრულიც იყო, აგენტურაც იყო, ჩვენი შეცდომებიც იყო, მაგრამ საფუძველი ამ გადატრიალებისა და იმისა, რაც მე დატრიალდა ის სამოქალაქოები, იყო სინამდვილეში ბურჟუაზიული რევოლუცია იყო მეთქი ესა. სხვა შეიძლება ჭადურია გამოეხმაურა, რომ მე კი არ მიყვარს როგორ სწორი თქვა. და მოგითხრათ რომ სწორი თქვი, მართლაც. იმიტომ რომ დადასტურდა რომ მე შევარდნაძემ, რომელიც ასევე ძალიან არ უყვარდათ მანამდე საქმოსნებს, გაუკეთათ ის პრივატიზება ნულოვანი, აი ნულოვანი ცოტა შეცდომა იყო. რომ მე უნდა დაკარგეს და ყოველს გადადეს, არაფერი არ გააკეთეს. ნულოვანად მიიღეს, გადასახადს არ თხოვდნენ, არც დიდად არ იჩქარეს წარმოების შექმნა. ეს უფასო
არ შეიძლება რა, რომც ფასი არ ედო, ასეთი რამე არ არსებობს ფასი არ ედოს. ხო? მე ვფიქრობ ჩვენ უნდა გავიფაისინებიდნენ ის, რომ რეალურად ჩვენგან რას ეთხოვდა არალეგალური ქართული ბურჟუაზია. რა უნდა მოეთხოვა? ლეგალიზება. საქართველოში ჩამოყალიბებული ბურჟუაზია იყო საბჭოთა პერიოდში მახინჯი ფორმებით, უკანონოდ. მაგრამ ბუნებრივი განვითარების გამო ნაცია ვითარდებოდა, ამის გარეშე შეუძლებელია რომ მას არ გაუჩნდეს აი მეწარმეთა ფენა, მაშინ დაღუპულია ეს ნაცია. გაგვიშთა ჩვენს რომ მოგვიწია მანზანალის საბჭოთა პერიოდში. რასაც იქნება ხოდა მანკიერებას ან დაძლებდნენ ამ ხალხს, თან ყველაზე სულებული ტერმინი იყო უშრომელი შემოსავალი. მე სიმართლე გითხრათ, სულ ეძებდი სად არის ეს უშრომელი, იმიტომ რომ ის ხალხი უკანონოდ, მაგრამ შრომით შეუძლობდა ფულს. ნახეთ ჩვენ გამოვიდა ეს ხალხი, ჩრდილოეთი ეკონომიკა გამოვიდა უკვე ასპარეზზე და დავინახეთ 90-იან წლებში რაც ხდებოდა. ეს იყო აბსოლუტური მტაცებლობა. თუკი ჩვენ გვეგონა რომ მათში კარგი მეწარმის სულისკვეთება იყო, მათში კაპიტალიზმის საუკეთესო მონაცემები იყო, რასაც ხელს უშლიდა კომუნისტური საწარმოო ურთიერთობები, ჩვენ დავინახეთ რომ მსგავსი მტაცებლური დამოკიდებულება, რაც ამ ეგრეთ წოდებულმა ჩრდილოვანმა ეკონომიკამ გამოავლინა საქართველოს და არა მარტო საქართველოს რეალობაში, ასე მოხდა რუსეთშიც, ასე მოხდა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებშიც, ხალხის ნაშრომ ნაღვაწი გაანიავეს და გაფანტეს ვინ? აი იმ ადამიანებმა, რომლებიც სასწრაფოდ პრივატიზაციას მიწევს და ასე შემდეგ ითხოვდნენ. საზოგადოებრივი ქონების ტოტალური დატაცება, იგივე პრივატიზაცია ქართულად, მომდევნო ხელისუფლებამ დამტაცებლებს იურიდიულად დაუკანონა. აი ასეთი სასტარტო პირობებით დაიწყო საქართველოში უქონელთა და მესაკუთრეთა ფენის ჩამოყალიბება. თუ რამე უსინდისობა ხდება დედამიწაზე, ყველაფერი ფორმდება კანონის სახელით. ყველა ეპოქაში, ყველაფერში შეფუთავ როგორც გინდა. ამას შეიძლება დრო და დიდი ანალიზი. 20 წელი ძალიან პატარა არ შეაფასო. 1990-იანი წლების თუნდაც მოვლენები. ეს არის ის კი არა მე რაც მინდა ვთქვა. ეს გამოწრთულია და ჩემზე ბევრ ჭკვიან ადამიანს უთქვია. დრო. ჯერ კიდევ თითქმის 200 წლის წინ ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა თქვა, რომ ისტორია არის კარგად გაჯერებული ტყუილი. შექმნის დროს, ისტორიის შექმნის დროს ესეთი პრეცედენტებიც ხდება. და ისტორიასაც ხალნახან ცვლია. იმ საზღაურის ოდენობას, რომელიც საქართველოს კარს მომდგარი ტრაგედიის გამო უნდა გადაეხადა, ბევრი ვერ საზღვრავდა. ბევრიც კარგად აცნობიერებდა, მაგრამ მაინც უღირდა. ყველა მიწით, ყველა ეპოქაში, ყველა დროში, ყველა სახელმწიფოში ყველაზე რადიკალური ისტორია ახალგაზრდობა იყო. 1991 წლის 21 დეკემბერს გამსახურდიას ხელისუფლება სერიოზულ დათმობაზე წავიდა. მოგზაურობის ყავის ისტორიის საათი, როდესაც შეიძლება მოხდეს რაღაც ძალიან კარგი ჩვენ სამშობლოსთვის, არათითოეული ჩვენგანისთვის, არა ჩვენთვის, ბატონთების სიკვდილისთვის, არა ჩვენთვის საკანონმდებლო პირობებისთვის, ბატონთების სამშობლოსთვის, არა საერთოდ საქართველოსთვის, მეგობრებო, საქართველოსთვის დავამატოთ თავი ჩვენს პირადულ წყაროს, ჩვენს ურთიერთშორს, ჩვენს თუნდაც ადამიანის სისუსტეებს, ჩვენ ყველაფერი მასზე მოაღწევთ დღეს, ვინც ამას შეხვდეს. ბატონო, მე ეხლა ამ წუთშივე მზადავარ ამოვიდე თქვენს ტრიბუნაზე და ვესაუბრო ხალხს. ზნეობრივი იქნებოდა, რომ ჩვენ ეს ბარიკადები ეხლა მოგვეშალა, გადაერთიანებია ეს ორივე მიტინგი და ერთად ვესაუბროთ ხალხს. თუკი ჩვენ გავაბრალთ ბატონოთების ისესწავლე ნაბიჯს, როგორ ჩაგავდით აი ამ შემთხვევაში ბარიკადების მოწყობას, მეგონი ხვალ ძინის შეფერა ბარიკადების გამო. მაგრამ ოპოზიციას უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. ეროვნული გვარდიის ერთ ნაწილს კი არჩევანი.
ისტორიულ საათებს მოსკოვში მყოფი ქართველებიც აჩქარებდნენ.